დღეს გაგიზიარებთ 10 UFC-ის ახალ ამბავს, რომელიც შეიცავს საჩემპიონო ოცნებებს, მძიმე ტრავმებსა და პროგნოზებს. ასე რომ დარჩი ჩემთან ერთად. მთავარი ღონისძიება გეიჯი პიმბლეტის წინააღმდეგ UFC 324. დასტინ პორიემ შაბათის მთავარ ბრძოლაზე თავისი პროგნოზი გაგვიზიარა. ის ფიქრობს, რომ ჯასტინ გეიჯი გაიმარჯვებს. პორიეს აზრით, ჯასტინი უფრო ძლიერია, დიდი გამოცდილება აქვს ხანგრძლივ ბრძოლებში და უფრო მაგრადაც ურტყამს. მისი თქმით, პედი პიმბლეტს ძალიან გაუჭირდება გეიჯის წაქცევა, ან მასთან დგომში მოგება. ხამზად ჩიმაევი დრიკუს დუპლესის წინააღმდეგ. დუპლესიმ ჩიმაევთან ბრძოლაზე ისაუბრა. მან აღიარა, რომ ეს არ იყო ყველაზე სანახაობრივი ბრძოლა და ისიც კითხვა, რომ გალიაში ყოფნისას ცოტა მაიწყინა. თუმცა მან პატივისცემით აღნიშნა, რომ ჩიმაევმა გამარჯვებისთვის ყველაფერი სწორედ გააკეთა. ხამზატმა ამ კომენტარს სოციალურ ქსელში ფოტოთი უპასუხა, რითიც ყველაფერს წერტილი დაუსვა. კაილა ჰარისონის მძიმე ტრავმა. მენეჯერმა ალი აბდელაზიზმა გაამჟღავნა, რომ კაილა ჰარისონი პარალიზების საფრთხის წინაშე იდგა. მას კისრის სერიოზული ტრავმა ჰქონდა და ხელსაც კი ვერ წევდა. რის გამოც სასწრაფო ოპერაცია გახდა საჭირო. მისი სატიტულო ბრძოლა ამანდან უნეშის წინააღმდეგ UFC 324-ზე კი გაუქმდა. აღინიშნა, რომ კისრის ეს პრობლემა კაილას მრავალი წელია უკვე აწუხებს. არმან ცარუკიანის უმთავრესი მიზანი. ცარუკიანი აცხადებს, რომ UFC-ს კამარი ყველაფერზე მეტად სურს. მან თქვა, რომ მზად არის დათმოს მთელი თავისი ფული, ძვირადღირებული საათები და მანქანები, ოღონდ ეს ტიტული მოიპოვოს. ხაბიბ და უმარ ნურმაგომედოვების იუბილე. დღეს ნურმაგომედოვების ოჯახისთვის მნიშვნელოვანი დღეა. 2012 წლის ამ დღეს შედგა ხაბიბის დებიუტი UFC-ში, ხოლო 2021 წლის იმავე რიცხვში თავისი პირველი ბრძოლა მისმა ბიძაშვილმა უმარმაც გამართა. უმარ ნურმაგომედოვი დეივისონ ფიგურედოს წინააღმდეგ. ლეგენდარულმა დემეტრიუს ჯონსონმა ამ ბრძოლაზე თავისი აზრი გამოთქვა. ის ფიქრობს, რომ უმარი ფიგურედოს პარტერში გადაიყვანს. მიუხედავად იმისა, რომ ფიგურედო ჯიუ-ჯიტსუში შავი ქამრის მფლობელია, დემეტრიუს ჯონსონი ფსონს უმარზე ჩამოდის. მან ასევე აღნიშნა, რომ დაღესტანელი მებრძოლები იშვიათად აგებენ, თუ ზედმეტი ვარჯიშისგან ძალიან არ გადაიღლებიან. არმან ცარუკიანი ამბობს: მაგარია, როცა ოჯახს ფული აქვს და შეგიძლია მამას მანქანისთვის $500,000 სთხოვო. ეს ცუდი არ არის, თუ ამას იმსახურებ. თუ ზარმაცი ხარ და მამის ფულს უაზროდ ხარჯავ, განებიურებული ბიჭი ხარ, მაგრამ თუ ბევრს შრომობ, გაქვს უფლება ეს ფული დახარჯო. UFC თეთრ სახში? დანა უაიტმა განაცხადა, რომ თეთრ სახში დაგეგმილი საგანგებო შოუსთვის ბრძოლების სიას მომავალი კვირიდან შეადგენენ მაკგრეგორი მასვიდალის წინააღმდეგ. დანა უაიტმა კატეგორიულად უარყო ჭორები მაკგრეგორისა და მასვიდალის ბრძოლის შესახებ თეთრ სახში და ამას სრული სისულელე უწოდა. დღეს ილია თოფურიას დაბადების დღეა. UFC-ს მომავალი 3 წონის ჩემპიონი ილია თოფურია დღეს 29 წლის გახდა. თუ შეგიძლია მოიწონე ვიდეო და გამოიწერე არხი. მადლობა ყურადღებისთვის.